როგორ მოვაწყოთ ბავშვების ოთახი მონტესორის მეთოდით? მონტესორის სისტემაში მნიშვნელოვანი ასპექტია ნებადართული ინტერიერი, სადაც ბავშვს აქვს შესაძლებლობა იგრძნოს თავისუფლება და უსაფრთხოება ერთდროულად და შეისწავლოს სამყარო. ამ სივრცეში ყველაფერი ორიენტირებულია პატარებზე და მორგებულია მათ სიმაღლესა და პროპორციებზე. მონტესორის მეთოდი გულისხმობს მინიმალიზმსაც. შესაბამისად უნდა იყოს ისეთი ნივთები შეძენილი, რომელიც აუცილებელია და გასათვალისწინებელია, რომ იყოს ეკოლოგიურად სუფთა. თავი უნდა ავარიდოთ მკვეთრ, მყვირალა ფერებს. ბევრი ფერია ისეთი, რომელიც იწვევს ბავშვის არასასრულ ახსნებადობას. მუდმივად ამ გარემოში მყოფი ბავშვი კი ხშირად გაღიზიანებული და დაუმორჩილებელია. მონტესორის სისტემისთვის დამახასიათებელია პატარა ზომის ავეჯი, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად გამოიყენებს. მაგალითად, დაბალი საწოლი, მაგიდა და სკამები. კვების დროს გამოყენებული მაღალი სკამები მშობლის კომფორტია და არა ბავშვის. და თუ მაინც მას იყენებთ, მაშინ ბავშვის და მშობლის მაგიდა საერთო უნდა იყოს, რადგან ეს ბავშვს აძლევს შეგრძნებას, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრია და ასე მარტივად სწავლობს ჭურჭლის გამოყენებას, როდესაც ბაძავს მშობელს. პასიური სათამაშო ბავშვის აქტივობას ავითარებს, აქტიური სათამაშო კი ბავშვის პასიურობას იწვევს. სათამაშოები უნდა იყოს მარტივი, ზედმეტი ხმების, ფუნქციების და ელექტრონიკის გარეშე. სათამაშოების გააქტიურება თავად ბავშვებმა უნდა შეცვლონ. სასურველია სათამაშოები შენახული იყოს ღია სივრცეში, საიდანაც აღებას ბავშვი თავისუფლად შეძლებს. აბსოლუტური გარდერობი პატარებისთვის, სადაც ჩვენ მიერ განთავსებული იქნება სეზონის შესაბამისი რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი, საიდან არჩევანსაც ბავშვი თავად გააკეთებს. თუ ადგილის საშუალებას იძლევა, სასურველია გამოიყოს სივრცე სამოძრაოდ, სადაც შეიძლება განთავსდეს ინტერაქტიული ხალიჩა, პიკლერის სამკუთხედი, ჩამოსასრიალებლებით ან კიბის საფეხურიანი თაღით, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს თამაშს და საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენას. მონტესორის პედაგოგები გვირჩევენ სარკე ჩამოუკიდოთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, რადგან ბავშვებმა განვითარების პროცესში საკუთარი თავის აღქმა და შესწავლა შეცვლონ. ბავშვის განვითარების პარალელურად იცვლება მისი ოთახის ინტერიერიც, იმისთვის რომ არ გამოტოვოთ ინტერიერის რჩევები, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა.